რასაც ყველგან ვერ მიაწვდა. ვერ დებეცრუეთ როლად მიეწოდებინა. სურამისთვის არის კიდე მეტი დამსვენებელი და მეტი ჩამოსული და მეტი შემოსავალი თქვენთვის, ამიტომ ეს ვიცოდით, რომ სურამი ეს კარგი რატო ახლა მარტო იმიტომ კი არა, რომ ოჯახებში ნორმალური პირობები მინდოდა უნდა გასულიყავი თბილისში ადამიანები. ეხლა ყველა რაიონში არის საავადმყოფო. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ. ეს დაწყებული პროექტი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს 17 ქალაქში გამოსწორდება სიტუაცია და ხალხს ჩვენს მოსახლეობას მოუგვარდება ერთხელ და სამუდამოდ წყლის პრობლემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თითქმის 30,000 ადამიანი გვყავს დასაქმებული ამ პროექტებზე და იქმნება ეს სამუშაო ადგილები და გარდა იმისა, რომ ხალხს მოუგვარდება წყლის პრობლემა, რეალურად ეს არის დასაქმების პროექტები და კონკრეტულად რაც შეეხება სურამს, აქ არასდროს არ ყოფილა